ევროპის კონტინენტს სიცხის ძლიერმა ტალღამ გადაუარა საფრანგეთი ხანძარმა მოიცვა და 400 ჰექტარი ტყის მასივი ფერფლად აქცია. ქვეყნის 16 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში კი განგაშის ყველაზე მაღალი წითელი დონე გამოცხადდა. საფრანგეთში სასწავლო პროცესი შეწყდა, პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი ტურისტებისთვის დაიკეტა. ეიფელის კოშკის ბილეთები გვქონდა ნაყიდი და საკუთარ რიგს ველოდებოდით. შემდეგ კი გავიგეთ, რომ ვერ შევიდოდით, რადგან სიცხის გამო ზედა ნაწილი არ იხსნებოდა. მოგვიწევს სხვა რამით დავკავდეთ, თუმცა სიცხის გამო ეს არც ისე ადვილია. მას შემდეგ რაც ჰაერის ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია და ანომალიურმა სიცხემ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განგაშის წითელი დონე ამოქმედდა იტალიის 21 ქალაქშიც. ერთი იტალიელი კი სიცხის გამოწვეულ სტიქიას შეეწირა. ქვეყანაში ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან. ბევრ წყალს ვსვამთ. ვცდილობთ საკმარისი სითხე მივიღოთ, რომ დეჰიდრატაცია არ დაგვემართოს. ასეთ სიცხეს მიჩვეული არ ვარ. ახლა მნიშვნელოვანია თან იქონიოთ წყალი და ატაროთ ქუდი. ახლა შავი არ უნდა მეცვას, ეცადეთ გარეთ ფერადი ტანსაცმლით გამოხვიდეთ, რადგან გაუსაძლისი სიცხეა. ისტორიაში პირველად ევროპის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურამ 46 გრადუსს გადააჭარბა. რეკორდული სიცხე პორტუგალიაში ლისაბონიდან 100 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ძლიერ სიცხესთან გამკლავება უწევთ ბრიტანეთში, ესპანეთში, გერმანიასა და ბელგიაშიც. ბრიუსელში ტურისტებისთვის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობის კარი დაიხურა. უსაფრთხოების ზომებს იღებენ საბერძნეთშიც, სადაც ტყის ხანძრის გაჩენის საფრთხე იმატებს. ევროპელებმა დიდი რაოდენობით სიცხის მიღებისა და შინ დარჩენის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ხანში შესულებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მოუწოდებენ. სიცხე სერიოზული პრობლემაა. ის ჯანმრთელობისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს და ადამიანებს კლავს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული ადამიანები, უკვე არსებული დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები, ბავშვები და უსახლკარო ადამიანები. 1898 წლის შემდეგ ივნისი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა იაპონიაშიც. თურქეთში კი ანომალიურ სიცხესთან ერთად ხანძართან გამკლავებაც უწევთ. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება, შესაბამისად სტიქიური უბედურების ზონიდან 50,000-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.